ბრძოლა Deep State-თან. მართველი გუნდისთვის სწორედ საქართველოა იმის ტესტი, თუ რამდენად წარმატებული იქნება Deep State-ის დამარცხება ამერიკაში და როგორ განვითარდება მომავალში ჩვენი ქვეყნის ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან. ზოგადად ძალიან ღრმად ქონდა ფესვები დადგმული არა მხოლოდ საქართველოში, აი ხედავთ აგენტურა, რამხელა ფული იხარჯებოდა აგენტურის შექმნაში წლების განმავლობაში. ეს არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში იგივე მეთოდებით და იბრძოდნენ და იგივე დამოკიდებულება იყო ყველა იმ ქვეყანაში, სადაც თავიანთი ინტერესის გატარების სურვილი ჰქონდათ. შესაბამისად, პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, ნახოთ, ჩვენ გულშემატკივრობთ, წარმატებები გვინდა უსურვოთ ტრამპს, მაგრამ პირველ რიგში გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა. დღესაც მიმდინარეობს ბრძოლა იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს ხელისუფლების დამხობა. კონკრეტული ძალები არ იშურებენ თანხებს, ეს რაც ყველაფერში გამოიხატება და ჩანს, იხარჯება უამრავი ფული, რომ ქვეყანაში მოხდეს პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება, საზოგადოების კიდევ უფრო დაპირისპირება და ამას აქვს თავარი მიზანი. ეს არის სახელმწიფოს გადატრიალება, ხელისუფლების დამხობა, რომ ხელისუფლებაში მოიყვანონ თავიანთი აგენტურის წარმომადგენლები, რომ შემდეგ რასაც დაავალებენ თავჩაღუნულებმა გააკეთონ. უბრალოდ თვითონ ის ალიანსი რო აიყოთ, აი რო შეხედოთ, აღარ ჭირდება ამას დიდი პოლიტოლოგობა და დიდი გამჭრიახობა. ურთიერთგამომრიცხავი ადამიანები დააკავშირეს. გუშინ, როდესაც ვთქვათ, სალომე ზურაბიშვილს აღარ მინდა იმ სიტყვებს მე ვერ გავიმეორებ, არც თქვენ გაგადრებთ, არც საკუთარ თავს, ისეთ რაღაცებს ეძახდნენ, უძველობის უკანასკნელი ფორმებით მოიხსენიებდნენ, 15 წუთში სათავეში ჩაუყენეს მერე ზურაბიშვილი. ეს ჩვეულებრივად ხდება, რა თქმა უნდა. გაირკვა, რომ მათ ერთი პატრონი ყავთ და როდესაც მოვიდა დირექტივა, რომ ხელ თქვენ ერთად უნდა იყოთ და აქედან ეს ერთი გამორჩეული უნდა იყოს და რაღაც სათავეში უნდა ჩაგედგეთ, რაღაც მონაკვეთში პოლიტიკური საქმიანობისა, უყოყმანოდ გააკეთა ყველამ ეს. ამიტომ ვისი ხელით კეთდება და ამათი ხელით კეთდება. როგორ შეიძლება წარმოგედგინოთ თქვენ, რომ ისინი ერთად იქნებოდნენ ოდესმე. ჩვენ ვიყავით და ვართ ჯერჯერობით ის ქვეყანა, პირველი ქვეყანა შეიძლება ითქვას სოფლიოში, რომელმაც ხმა ამოვიღეთ, როდესაც ხალხი შევაერაღეთ სიმართლით და ვთქვით, რომ არ შეიძლება არც უკრაინაში ომი და მით უმეტეს დაუშვებელია საქართველოში ომი. რომ მშვიდობა ჯობია ომს, რომ LGBT პროპაგანდა არის თავსმოხვეული, ტრადიციების განადგურება არის უცხოური ძალის მიერ დაფინანსებული და შესაბამისად 3 წელი ვებრძოდით ამას და ამიტომაც თუ მოხდება ისე, რომ საბედნიეროდ ტრამპის მიერ დამარცხდება Deep State-ი, პირველი ეს აისახება საქართველოზე იმით, რომ ჩვენ ვიტყვით, რომ ზეწოლა ამ მიმართულებებით აღარ არის.